ვაგრძელებთ ჩვენს გემრიელ მოგზაურობას სვანეთში. ჩვენ ახლა მივყოფებით მესტიასთან ახლო მდებარე სამთო სათხილამურო კურორტ თეთნულზე. ხედავთ რა ხედია, როგორი ამინდია, ფანტასტიკური ტრასა, ამ შანს ვერ გაუშვებთ ხელიდან, წავედით საბაგიროზე. აქეთ ხედავთ როგორი პეიზაჟია, აქეთ თეთნულის მთა, მთლიანად ეს საბაგირო კომპლექსი, ასე ვთქვათ, სულად 3160 მეტრზე. მარჯვენა მხრიდან კიდევ ერთი საბაგირო უერთდება. არის ისეთი საერთაშორისო სტანდარტის ტრასები, ლურჯი, წითელი, შავი, ეს ნიშნავს მოყვარული დამწყებებისთვის, წითელი ექსპერტებისთვის და შავი უფრო ესეთი საშიში და ციცაბო და ესეთი ტრასებია. რაც ყველაზე საინტერესოა, აი ამ ტრასებს ყველას ეხლა გაკვალულია რამოდენიმე, ყველა ჯერ კიდე ბოლომდე არ არის გაკვალული. ყველა ტრასას ჰქვია თავისი სახელი. ეს იქნება ცნობილი სვანი, თასვლელები იქნება თუ მოთხილამურეები, ყველა დაკავშირებულია აქაურობასთან და ყველა ტრასას ჰქვია თავის სახელი და ესე ადიხარ ტყბები აი ამ სილამაზით, სვანეთის უნიკალურობით. განსაცვიფრებელი ბუნება და კიდევ უფრო საოცარი სამზარეულო. მე ვარ შეფი ქეთი ბაქრაძე და ერთი სული მაქვს გამოგზაუროთ ჩვენს გემრიელ საქართველოში. ეხლა პატარა გაჩერება გვექნება აქვე მთაზე მყუდრო ქოხში. მოკლედ დილიდან ვისრიალე კარგად და ყველაზე კარგი, როდესაც მორჩები, ან შესვენება მოგინდება, უნდა აუცილებლად შემოხვიდე მთაზე მდებარე ხიჟინაში და მიირთვა რამე ცხელი, კარგი წვნიანი. მე ახლა მაქვს ოსპის წვნიანი, აქ ოსპის წვნიანს აყოლებენ ლიმონს, გახურხულ პურს, ძალიან კარგია და ასევე სვანური სამზარეულოს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ინგრედიენტს ეს არის სვანური მარილი. ცხელი, გემრიელი გლინტვეინი, ცხელი ღვინო, ასე ვთქვათ, შესუნელებული დარიჩინით, ფორთოხლით, მუსკატით და მიხაკით. დავაწურეთ ეს აჯიკიანი, წიწაკიანი ლიმონი, ამოურიეთ კარგად. უშრა კარგად გამოიყურება. ეხლა პური. პურს აქვე აცხობენ. ლიმონმა განსაკუთრებული გემო მიქცა, ოსპისა ეს ცოტა სიმტკნარე წამოწია ზემოთ, სწორედ ასეთი არაჩვეულებრივი დღე მაქვს ხიჟინაში, ვისრიალე თეთნულზე, გადასარევი წვნიანი, გადასარევი გლინტვეინი, ეს არის არაჩვეულებრივი შეჩერება მთაზე. სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი, სადაც ახლა მივდივართ, სწორედ ის ადგილია, რომელიც მესტიაში აუცილებლად უნდა ნახოთ. აქ დაცული მასალა ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა. მოგესალმებით. მადლობა. ჩვენ ვიმყოფებით ახლა სვანურ სახლში, რომელსაც ქვია ქორ. ორსართულიანი სახლი, რომელსაც ქორ ქვია და პირველი სართული მაჩუბია, ჩუიბ. საერთოდ რას ნიშნავს, იცი? ადამიანისა და ცხოველის ერთად სამყოფი ადგილი. ხის ტიხრებით არის გამოყოფილი ის ადგილი, სადაც ადამიანი ცხოვრობს და სადაც პირველი ადგილი უკავია კერას. შუაცეს. ეს ქვაბი არის, რომელიც ჯაჭვზე ჩამოკიდებულია კარდალა, იხარშება საჭმელი, კერაზე ცხება პური. აი ხედავთ, იქ ლამტვარალსაც, ლამტვარალი, ანუ გასანათებელი მოწყობილობა, რომელზეც კვარი იდება და მთელი ღამის განმავლობაში მთელი სახლი განათებულია. ხედავთ აქ კიდობანზე განლაგებულ ქუსლიანი და უკუსლო ბარქაშები. ღვთისმშობლისა და ბარაქის ბოლო სადღეგრძელო გადააწოდებდნენ მამაკაცები ჩამოტარებით აი ამ ბარქაშებს. ყველა მამაკაცი ყლუპ-ყლუპობით სვამდა აქედან ორ ნახად არაბს.
ყველი, მესაქონლეობა ეს პირველია, ხო? და ყველის დამზადების ტექნოლოგია უძველესი საფუძველი აქვს სვანეთში და აი ყველის საწური, თაფლის, ფიჭიანი თაფლის შესანახი კოლოფია. რა თქმა უნდა, სპილენძის ჭურჭელიც უხვად არის გამოყენებული ყველგან მთელს კავკასიაში და მათ შორის სვანეთშიც, რომელსაც ძალიან კარგად ამზადებდნენ. ამ ქვაბს ლილღენი ქვია, სარიტუალო ღმერთისადმი მიძღვნილი საკლავის წინა ნაწილის მოსახარშია. ძალიან საინტერესო რა არის? იმ მრევლის ნაწილს ხვდებოდა აი ამაში მოხარშული ხორცი, რომელიც ქრისტიანულ წესკანონს იცავდა, ანუ მარხულობდა. ეს თავისი ტექნოლოგიით, რომელსაც მირჩილვა ჰქვია, ხედავთ, გადაბმული არის 52 სპილენძის ფურცელი ერთმანეთზე, აი ამ კოპებით. არც ერთი წვეთი წყალი არ გასდიოდა. ეს არის უდიდესი ტექნოლოგია ჭედლობისა. ეხლა ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო ოთახში, როგორც ხვდები, აქ სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა დროინდელი, სხვადასხვა საუკუნეების ხატები. სიწმინდეები ხატები. ჭედური, ფერწერული და კომბინირებული, ანუ ჭედურ-ფერწერული ხატების კოლექცია. ეთყობა მის მიხედვით საიდან დიახ, მოდის. ქრონოლოგიურად ძალიან საინტერესოა და ყველა თითქმის ენგურის ხეობის ყველა თემიდან არის ეს სიწმინდეები, ყველა თემიდან, სხვადასხვა ეკლესიებიდან ეს კოლექცია ასახავს არა მარტო ზოგად ქართულს, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებლური ქრისტიანობის უძველეს ხატწერის ისტორიის შესახებ შეუძლია მოყოლა ამ ჩვენ სიწმინდეებს. მადლობა მასპინძლობისთვის და ასეთი არაჩვეულებრივი, არ ვიცი, მოყოლისთვის და გაზიარებისთვის ამ უნიკალური ადგილის. დათოვლილი სვანეთი და სამეგრელოში ვეშვებით, გამორჩეული გასტრონომიული ტრადიციების, უძველესი ისტორიის და კულტურის მხარეში. და ეხლა ერთ ულამაზეს ადგილას უნდა გავჩერეთ კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში და დედათა მონასტერში. ამ ტაძარს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, იმიტომ რომ ლევან დადიანმა მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში შესწირა მთლიანად ეს სოფელი და ეს ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ასევე აქ განისვენებს ბოლო სამეგრელოს მთავარი ნიკო დადიანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იმის გარდა რომ ძველი უნიკალური ტაძარია თავისი ისტორიით, წაშლილი ფრესკებით, მთავარი არის მისი მდებარეობა. ეს ამაღლებულ ადგილას დგას, უყურებ კოლხეთის დაბლობს და ასევე ზღვას, აფხაზეთს. და ეს არის ჩემთვის მთავარი სენტიმენტი, იმიტომ რომ ყველაზე ძალიან მენატრება ის ჩემი ბავშვობის მოგზაურობა, გემო, ჭყინტის სულგუნი, ევკალიპტის სუნი, რომელიც ყოველთვის თან დაგდევს და ვფიქრობ, რომ ალბათ როდესმე ჩვენ იქ დავბრუნდებით. ეხლა მე მოვედი ზუგდიდის გალფის ბენზინ-გასამართ სადგურზე იმისთვის, რომ ჩავასხა საწვავი ჩემს არაჩვეულებრივ მანქანაში და გავაგრძელო გემრიელად მოგზაურობა. რატომ აქ? გალს აქვს თავისი აპლიკაცია. შევდივარ, ვაჭერ სკანერს, ვასკანერებ აქ. მე ამოვირჩევ GeForce Diesel-ს ესე და ჩავწერ სასურველ თანხას, რამდენიც უნდა გადავიხადო და ჩავასხა საწვავი. აი ესე 100 ლარი ჩავწერე. დავაჭერ გაგრძელებას, მომივა ესე და შემდეგ შემილია რომ ჩავასხა საწვავი. წარმატებით არის შესრულებული ჩემი ოპერაცია, ეხლა კი მოვიდა დრო რომ ჩავასხა დიზელი. საწვავი ჩავასხით, გავსზე ეს ყველაფერი აპლიკაციის საშუალებით ძალიან გამარტივებულია, მე კი გავაგრძელებ ჩემს მოგზაურობას. სამეგრელოში მოგზაურობისას აუცილებლად ვჩერდები სოფელ ნოსირში. აქ არის ჩემთვის ნამდვილი მეგრული გემო. არც ასეთი გებჟალია, არც ასეთი ფუჩხოლია და მეგრული კვერები სხვაგან არ გამისინჯოს. ხო და ახლა ნოსირში მოვედით. ეხლა ჩვენ ვართ სოფელ ნოსირში, რესტორან ეგრისში.
ქალბატონი ეთერი ყურაშვილი არის ჩემი მასპინძელი. გავაკეთებთ კლასიკურ გებჟალიას, ასევე დავამზადებთ ფუჩხოლიას და ერთ-ერთ ჩემს საყვარელ კერძს, ეს არის მეგრული კვერები ყველით. ეხლა პირველ რიგში დავიწყოთ გებჟალიას დამზადება. ვამზადებთ სულგუნით. თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ დავდათ კლასიკურ გებჟალიას. აი ეს კლასიკური არის ზუსტად მხოლოდ პიტნა, დანაყული და მარილი და თბილი. თბილად უნდა ვიყო. და ეხლა ეს ყველი თავის რძეს გამოუშვებს. რა თქმა უნდა, ახლა რძიანი წყალი იქნება. და ეს წყალი ერბოც ექნება, ნახავთ თქვენ თვითონ რომ ერბოც ექნება, რასაც მე ვამატებთ. აი როგორი თეთრია ეხლა ეს. აი პრიალა მასა. ვამუშავებთ ხელით. ეხლა ეს უსვავ პიტნას, რომელიც არის დანაყული პიტნა და მარილი. ეს არის წყალი, რომელიც გახდა რძე, იმიტომ რომ სულგუნმა გაუშვა თავისი რძე. და ესე უნდა გავსიჭო. არაჩვეულებრივი სტრუქტურა აქ აი მართლაც ძალიან გემრიელია, ნამდვილად არის მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო კერძი. ეხლა დავამზადოთ ფუჩხოლია. ერთი 3-5 წუთი მაინც უნდა, მანამდე ყველს გავამზადებ. წეგიც უნდა ჩავიდე. კი ბატონო. ღომი ვხედავ რომ უკვე მზად არის, იმერდი ბატონო. გემრიელად გავსიჭო. კი ბატონო. საკმარისია ეს. ესე ვაკეთებთ თუ გასწორდეს? ეხლა დავადოთ ეს გადასარევი შუაგულში ჩავდოთ. აი ეს. და ეს არის არაჩვეულებრივი კერძი. ეხლა გადავდივართ ჩემს საყვარელ ერთ-ერთ კერძზე, მეგრული კვერი. ეს ეხლა ვაგრძელებ, შემდეგ სახა ვაკუნდავებთ ასე. ესე კიდე ესე ვაკეთებ. კი ბატონო. წყალი უნდა გამოიწოროს აუცილებლად კეთი. ახლა მარილს დავამატებ ცოტას. ბევრს არა, რადგან მარილიან წყალში ხარშავ, დიახ. კიდე წურავთ ამას. აი ასე ვაერთებ. ესე ვკრავთ კარგად. დიახ. ამას ვაბრუნებ აუცილებლად. აბა ვნახოთ, ამოვიდა ზემოთ. ამოვიდა. აი, ხელის მოკიდებით უკვე მზად არის. დიახ. სიფართეში როგორ გაიწია? აბა. ეხლა მე მინდა რომ დავადო კარაქს. შეთაშორის ერბოთიც, აი ნახე. გემრიელი. ესე. აბა, ჩემი საყვარელი მეგრული კვერი. ერთით. ეს კარაქი თვითონ ყველი და ეს მყარი ცომის სირბილი არაჩვეულებრივი მართლაც კერძია. ჩემთვის აი ვისაუზმებდი სიამოვნებით ამითი და ეხლა რაც მითხარით ის მაწუნიანი ტარხუნა იქნება ნივრით ცოტა ნივრით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ჩემო ძვირფასო ეთერ ესეთი კარგი გემრიელი ნამდვილი კერძებისთვის რომელიც სამეგრელოშია მხოლოდ. ესეც ჩვენი მეორე ეპიზოდი და შემდეგი გემრიელი მოგზაურობები რომ არ გამოგრჩეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.